ესეთი კითხვა არის დასმული, როგორ ხდება ადამიანი, რომ ცოდვები მიეტევა? ხო, საინტერესო პრაქტიკული კითხვაა. და პასუხს თვითონვე სცემს ისააკასური. როდესაც იგზნობს, რომ სრულად მთელი გულით შეძულდა ცოდვები და ძველი ცხოვრების საწინააღმდეგო გზით ვალს, ანუ მოძრაობს, რასაც გაწმენდილი სინდისიც უმოწმებს, ამ დროს შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანს ცოდვები ესე იგი მიეტევა. და მე პავლე მოციქულის სიტყვები მოყავს, რჯულის საქმე გულის ფიცარზეც უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, რომელიც ხან ბრალსდებენ და ხან კი ამართლებენ. და აი როცა გამართლებს საკუთარი სინდისი და როცა გძულს ის, რაც ადრე გიყვარდა, როცა ის უკვე გძულს მთელი შენი არსებით. და ცხოვრების წესი გაქვს აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმისა, რაც ადრე იყო. შენ გააკეთე, შენ ჩაიდინე, შენ გიყვარდა ის ცხოვრების წესი, მაგრამ ახლა რო გახსენდება, უბრალოდ კი არ გცხვენია, თუმცა სირცხვილის არის, გძულს. და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ისე იცხოვრო, იმიტომ რომ სხვა ცხოვრება გაქვს აბსოლუტურად განსხვავებული, ესე იგი სხვა ადამიანი ხარ. ამ დროს ეს ნიშნავს, რომ შენ მიტევებული გაქვს არა მარტო იურიდიულად, არამედ კურნების თვალსაზრისითაც განკურნებული ხარ აი იმ კონკრეტული ცოდვისაგან ან ცოდვებისაგან.